უმაღლეს საბჭოსთან გამართული აქციის შემდეგ შეკრებილების ერთმა ნაწილმა ჯავახიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა, სადაც იპოტეკი დაზრალებული მის ყოფილ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. ჟუჟუნა ჯიჯავაძის განცხადებით აღნიშნული ბინა კერძო იპოტეკერმა მასთან შეთანხმების გარეშე სხვა პირზე გააცხვისა. მისივე თქმით, ვალის სახით $42,000 მართებს ის თანახმაა ბინის გამოწყიდვაზე, თუმცა გამსესხებელი ამ შეთავაზებას არ თანხმდება. ჯიჯავაძეები სახლის დატოვებას არაპირებენ და კერძო იპოტეკართან მოლაპარაკებას მოითხოვენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ეგარი უსამართლობა, როცა ადამიანს ფული ხელში უჭირავს და ვერაფერს ვერ ხდები კანონთან. უკანონოდ შედგენილი ხელშეკრულება ისეთი, რომ იმას სასიკეთოთ და ჩვენ საწინააღმდეგო. ვიწყებ ბათუმიდან, არავისი გამოსახლებაზე არ იქნება, ყველა შევალ მის თავის ოჯახში. მოვიდეს მევახშენ მოლაპარაკებაზე. წაიღოს ის ფული, კაცო, აკეთოს ფულს გააკეთოს, გაუმარჯოს მერტმამარა. სამი შვილი სააგდებს ხალხს გარეთ, მოკლას უნდა გადაიგდებს თავს მერე.